ძვირფასო მეგობრებო, ბრუნდებით რეკლამიდან და მივესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი, ჩემი არაჩვეულებრივი მეგობარი, ქალბატონი ნანულა, თუ რა? ნანულა, ახლა სოფია. ნანულა ჯორჯოლიანი. ახლა ასე უფრო მიჩნევენ და ამიტომ ხო. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. Pinexi 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს. პირველ რიგში სანამ ნანულას სახელზე, თვითონ სახელზე გადავალ, ხო? მინდა რომ დაბადების დღე მოგილოცოთ დღეს. ნანულას დაბადების დღეა ძვირფასო ტელემაყურებლებო. ის გახდა 47 წლის. 47 წლის. მადლობა და ულოცავ ყველა იუბილარს დღეს დაბადების. შენს დაბადების დღეზე რომ მოხვედი ჩემს გადაცემაში, მადლობა და იმიტომ რომ ფაქტიურად ახლა შენ ისეთ ბრძოლაში შეხვედი, დაბადების დღესაც ვეღარ გადაიხდი. ნამდვილად. იმიტომ რომ ვერ მოილხენ. ვეღარც ეთერებში ვივლი. თუ სკანდალურში კი? ხო, ვერც ეთერებში ივლი, ყველგან რაღაცით გიღებენ. ანუ სულ გიღებენ. ვერც რუჯის მისაღებად ვივლი. ვერც შიმერს წავისვამ. შიმერი. კიდე რამდენადაც ვერ გავაკეთებ, მოვყვები. ფაქტებზე მივიყოთ ახლა, მაგალითად, რადგანაც პირველი ნანულა ვთქვი, ეს ხო. ანუ მანამდეც მიდიოდა შენი გაშავება, მაგრამ როგორც კი რაღაცა პარტიული თემა შემოვიდა, აი პირდაპირ დაიწყო ტელეკომპანია იმედმა რაღაცა შტურმი, მაგრამ ეს შტურმი არ არის რაზე გადის რა, ანუ აი კარდებია პირდაპირ ნანულა რაღაც, ანუ თითქოს ნანულა. ვიცი რომ ხანდახან ნანუკაც ვარ, ის მიხედვით არ ვიცი. და ეხა პროპაგანდისტული სოციმედია ხო აქვს რაღაც თავის პეიჯები და უკვე რომ მარტივად რო იკითხება რომ მათია. აი მაგალითად იმ დღეს ვიდეო გამიკეთეს, ზემოთ მაკრიტიკებენ სხვადასხვა ადამიანები და ქვემოთ მე ვარჯიშობ. ოღონდ ვერ მივხვდი მართლა გამოგზავნე ყველას და ვეკითხები რომ ხახნო მე ხო აქ ვარჯიშობ, ანუ თქვენც ხო ხედავთ რომ მე ვარჯიშობ. ანუ ეს ხომ კარგია მე რომ ვარჯიშობ. ეს ხომ სწორი პროპაგანდა რა ვიცი, აი როდესაც ადამიანი ვარჯიშობს, კარგია. როდესაც ამას სხვები ხედავენ, ანუ რანაირად მაშავებენ ამ ვიდეოთი მე რომ ვარჯიშობ. ოღონდ ზემოთ ვიღაცები მლანძღავენ, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებიც მლანძღავენ, თათხავენ ჩემზე წარმოუდგენელი ეპითეტები და მე ქვემოთ ვარჯიშობ. აი მართლა ვერ ანუ ეს ვარჯიში რადგანაც ხო ვარჯიშის დროს ხო რაღაცა ისე ხარ სპორტულად ჩაცმული რა ხო და ანუ აქ ანუ სხვათა შორის არა ის ფოტო რომელიც სადაც არაჩვეულებრივი რუჯი მოვლილი სხეული მისჩანდა და მე ვფიქრობ რომ ძალიან კარგი ფოტო იყო იმიტომ რომ ეს არ არის ის ფოტო რომელსაც გამოდებ Facebook-ზე ხა დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ესეთ ფოტოებს თან ვერ ვწდებთ ხო და მე ვფიქრობ რომ ეს ძალიან კარგი იყო მაგრამ ეს არ იყო ესეთი ფოტო მაგალითად იქ სადაც ცდილობენ რომ რაღაცა ჩემი სექსუალური თუ რაღაცა აი რაღაც მაგნიშაში შემიყვანა არა ეს იყო ძალიან ჩვეულებრივი დახურული ზედამეცვა დახურული ქვედამეცვა უბრალოდ ვარჯიშობდი ან მაგალითად დებენ ფოტოს რომ მე ვირუჯები ხო აი ზღვაზე ადამიანები ხომ ირუჯებიან ანუ მე ხო რამე განსაკუთრებულს არ ვაკეთებ მართლა წარმოვიდგინე თან ეს გარუჯვის ეპიზოდი არის ძალიან საინტერესო იმიტომ რომ 3 წელია დავდივარ ამ ადგილას, სადაც ვირუჯებოდი. ეს პროტარასი რომ გესმოდეთ, როგორი 10 საათს მერე ხალხი არ საუბრობს და არ ყებს და ხმამაღლა ვერ საუბრობ და ანუ მოკლედ დამსახურებული პენსია თუ გინდა, პროტარასი ხვდები 47 წლის ასაკში. ხო, კვიპროსზე, რომლის ბილეთიც ღირს ხალხს რო უთხარ. 70 ლარი, 50-ათაც იყიდი, თვითფრინავის. 50-ათ ლარათაც იყიდი, თუ უფრო ადრე აიღებ, მე ესე ვიღებ ხოლმე, რომ თუ მერე წავალ, იმიტომ რომ მეთან ბარგის წაღება არ მჭირდება და მოკლედ რა. ანუ გაცილებით უფრო იაფად კი არა და იაფათაც არ ქვია ამას, ვიდრე მაგალითად შენ ყავას დალე ვაკეში, მე გაცილებით უფრო იაფად წავალ და წამოვალ პროტარასიდან. მართალია. და შესაბამისად ამ პროტარაზე შემხვედრიან ქართველები, მაგრამ რაღაცა კულტურული, იცი რა თვალსაჩინო რომ გულისხმობ, რომ ოჯახები დადიან, ისეთ ხალხი დადის, ვისაც ხმაურია, აქტიური დასვენება არ უნდა. და მე ვისაც ვნახავ ამ ქართულს მე უპროტარასელი ნანულაც ვარ მხოლოდ აქ არის და მე რომ მივდივარ მხოლოდ წყალტუბელი არ ვარ მივდივარ ვეუნები აქ არ გიჭამიათ ჯერ აი აქ მიდით აქ ჭამეთ აქ იაფი და ყველა ქართულს ვაკვალიანებ იქ ვინ შემხვდება უცნაური არის ის რომ 3 წლის განმავლობაში არავის თავში აზრად არ მოსვლია რომ რავი ჩვეულებრივი ამბავი რომ ჩემთვის ფოტო გადაიღოთ და იმეჯში აღმოჩენილი ყავი ვებ გვერდზე სადაც საუბრობენ ბიზნეს დამსახურებებზე ირაკლი ყობახიძე როგორი ღვთისმიერია და ამ დროს მე ფოტოთი რაღაც თანმიმდევრული ხო უნდა იყო მედია რო ხარ მაგრამ
რატომღაც მაშინ როდესაც ნაცმოძრაობის თავმჯდომარეობაზე დაიწყო საუბარი, რატომღაც მაშინ აღმოჩნდა ჩემს გვერდით ისეთი ქართველი, რომელიც აი გაუგზავნა სუს ან იმედს, რა მნიშვნელობა აქვს, ახლა დიდი განსხვავება ჩემს არ არის. მაგრამ უცნაური ამბავი არის ის, რომ მთელს ამ პროცესში ერთი მამაკაცი იყო შავ საროჭკაში იყო, როგორც ქვია, პერანგში, შავი პერანგი ჩაცმული, რეიბანის ათვალებით. ახლა მოდი შევთანხმდეთ, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავი სანაპიროზე არ არის, იქ სადაც ხალხი ირუჯება, იქ სადაც არის და ჩემ თანამშრომლები ყავდნენ წაყვანილი ეს ამბავი მინდა რომ გავიმეორო, იმიტომ რომ იმედელებსაც თან შეკითხვა მაქვს, ანუ ამბავი რა იყო. ჩემი თანამშრომლები წავიყვან დასასვენებლად, მე გავუკეთე მათ საჩუქარი. და ვუთხარი, წამოდე ეს ორი ჯგუფად გავიყავით. აი როგორც ირაკლი რუხაძე აკეთებს ხოლმე ლონდონში რომ დაყავს იმედელები. აი ზუსტად ეს. 60 ლარად წაიყვანე. თუ ასვენებს ხოლმე საკუთარ სახლებში აი რაღაცნაირში, აი ზუსტად ესა და შესაბამისად ეს ხალხთან იქ ჩემი ერთი თანამშრომელი თვითონაც პირველად იჯდა და მოკლედ მთელი ამბავი ქონდა. და ბიჭებს ვეუბნები რომ თქვენთვის ახლა ეს ნორმალურია თქო ეს კაცი სათვალეებით მზის სათვალეებით ძალიან უშუალო რაღაცა მიყურებს თქო და ცოტა ხო იცი რომ ახლა უკან იხედები ვერ ანუ რა უნდა უყვირდეს რომ გიყურავდე დღემდე დარწმუნებულია რომ ის კაცი იყო იმ რაღაცნაირ შავში ჩაცმული რეიბანებში აგენტიც რა სულელი ყავთ ხო რა ეს არც კი გაიხადა აფია პლაჟზე გავიდა აფია შავებში ჩაცმული ანუ ჯეიმს ბონდი გამოვიდა აი რაღაცა დაჟინებული მზერი ვერ ამჩნევენ რა მაგრამ მაინც აგენტია მაგრამ გიყურებს ისე რომ აი მე ხო ქართველს მზერით ვცნობ რომ სადაც ავდა ყურე თუ მიყურებს ვიღაცა ისე ხვდები რომ ქართველია მაშინ რომ მივხვდი რომ ის თანა ისე გიყურებს რომ მარტივად მიხვდე რომ შენი ინტერესი აქვს და გადაგიღო სურათი გისაცურავ კოსტუმში ნანულა ირუჯება აი საოცრება ნანულა ირუჯება ზღვაზე ხო, როცა აქ მე რაღაცას მიაბა. ხო, როცა აქ მოწოდება აქვს რუსთაველზე, სხვათა შორის რუსთაველთან დაკავშირებით დიდი ხანია ეს პირდაპირ მოწოდება არ მაქვს, იმიტომ რომ მე ცოტა უფრო სხვა პროცესში ვარ ახლა, რა თქმა უნდა, როგორც მოქალაქე აქციებში მონაწილეობას ვიღებ, მაგრამ აღარ ვარ ჩართული აქტიურად, იმიტომ რომ რაღაცა სხვა პროცესებს უფრო მიაქვს ჩემი დრო. და ამიტომ ყოველთვის ვერიდები. ეგეც როგორ გააყალბეს, როდესაც ნახეთ როგორი იყო ჩემი სტატუსი, ახალგაზრდებმა დაანონსეს აქცია, სტატუსი მიწერია. ანუ ხაზგასმით ვთქვი რომ ახალგაზრდებმა დაანონსეს აქცია, რომ იცოდეთ, ანუ ჩემი პლატფორმა არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ხედავს და ძალიან ბევრი აქციის აფიშას ვდებ, იმიტომ რომ ადამიანებმა გაიგონონ რომ ის აქცია იმართება. მაგრამ ნუ ეხლა ეს ბაზნაკლებად არა, ხო, გასაგებია და თან რა არის იცი რომ სიტყვაზე მხოლოდ ისეთ ფოტოებს დებენ, სადაც კარგად გამოიყურება. ანუ ის რომ 47 წლის ქალი კარგად გამოიყურება, რაც მოდი ეს აცოფებთ. 47 წლის ქალი ამისთვის ძალიან შრომობს. ეს არ არის მარტივი. მე მინდა გითხრათ რომ დღეს აი ამათი მოგერიება უფრო მარტივია, ვიდრე ამასაკში ფორმაში ყოფნა. ხო, ანუ ესე იგი ფორმაში არ უნდა იყო. უნდა იყო აჯაჯული და აჯაჯული. აი ვიღაცა მიგაწერა ისეორაფია სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს, ანუ თუ თეა წულუკიანის მოუდში ხარ და ესთეტიკაში. მაშინ გაქვს უფლება პოლიტიკაში იყო. ვინ დაადგინა? საერთოდ ვინ დაადგინა პოლიტიკაში ვისი ადგილია? ეს კიდე ცალკე თავიდან სხვათა შორის მეც მქონდა ეგ რაღაცნაირ განწყობა და მე ვფიქრობ რომ ძალიან სწორი რომ იცი რა, აი მაგალითად თინა შემთხვევაში, როდესაც ძალიან მინდოდა რომ თავმჯდომარე ყოფილიყო, იმიტომ რომ ჩემზე გამოცდილია პოლიტიკური განათლება აქვს ეს უკეთებია საგო ზუსტად ეს უკეთებია და მეც ანუ რა თქმა უნდა ამათ თქვა მეც ვაცნობიერებ ამასა მე ისე გამაბრაზეს ამათმა ყველამ იმის სახელით რომ პოლიტიკა რა არის პოლიტიკა მაგრამ საკითხს თუ პოლიტიკა ის არის რომ ადამიანის პრობლემა მოაგვარო გესმოდეს ყველას ენა ტალახში სიარულის დროს თავს კომფორტულად გრძნობდე მოკლედ ხელს არ იწმინდავდე რომ ჩამოართმევ ხელს ადიხა სოფელში ყველაზე დიდ კომფორტის ზონაში გახსოვ ბოლოს შენთან გადაცემაში რომ ვიყავი სოფლებში გავრბოდი და რა ენერგია გაქონებოდი ამ სოფლებში რომ დადიხარ ანუ იქ თავს კარგად გრძნობდე მაგალითად იმ დღეს აქედან ეთერიდან გავედი და აქ თქვენ ერთ-ერთი დამლაგებელი ქალბატონი მენები რომ სამაგალითო მე მესმისო შენიო ამა თუ არ ესმისო რა ხო და ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეგ არის პოლიტიკა ჩემთვის და მე დავფიქრდი და ვიფიქრე რომ ეს ამდენი ადამიანი რომ ჭკუას მარიგებს და თიც მიქნევს რომ ჰარვარდი და ისწავლეს ოღონდ რაც ძალიან კარგია და ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ პოლიტიკურმა გაუნათლებელმა ბიძინა იოანიშვილმა და ყოფილა 14 წელი ათრევს როგორც უნდა ისე რომ არანაირი განათლება პოლიტიკური არ მიუღია გარდა იმისა რომ სწორსულებს აკეთებს და გარდა იმისა რომ ამ ქვეყნის უმრავლესობის ესმის რა უნდა ქართველს და შესაბამისად
აი ხო იცი საკითხს ესე შევხედე რა რომ აი აბსოლუტურად აღარ მადარდებდა მანამდე რომ რაღაცები მადარდებდა რომ გავიაზრეს ყველაფერი მე უკვე ეგ პრობლემა ეგ კომპლექსიც მომხსნეს გაცილებით მარტივად შეიძლება აკეთოს საქართველოში პოლიტიკა ვიდრე სიტყვაზე შვედეთში ზუსტად იმიტომ რომ ატარებენ რაღაც კვლევებს რაღაცნაირად ლაპარაკობენ ანუ ბრიუსელში უფრო ხშირად დაფრინავენ ვიდრე სოფელში ქართულს უფრო ხშირად ელაპარაკენ ყველა სადაც არ უნდა მიდიოდა გეუბნება რომ ბებო მე აქ ბოლოს ვნახე არჩევნების დროს ნიშნობა რა პოზიცია ოპოზიციას შესაბამისად მოკლედ აი ეგ განწყობდა მე რომ გავიაზრე რომ სინამდვილეში პოლიტიკის კეთება რაც არის კლასიკური გაგებით დღეს რაც ჭირდება ამ რეალობას მოკლედ კომპლექსებისგან არა ხო რა თქმა პრეზიდენტიც ხო ისეთი ყავს კაცო ეგ ცალკეთემა ქოცი რომ იწერს ნანულა შენ თან ნანულას რომ წერს თან ავტობუსს რომ წერს ხო ჭორვილელი ბიძინა ივანიშვილი ყავთ ხელისუფლებაში და სამტრედელი იყო ჩემი პატივისცემა ჭორვილელი მე არ მინდა ვინმე მიფიქროს რომ ქოცურ ნარატივზეა პირიქით ავტობუს სამტრედია ყველა ჩემი პატივისცემა მათგან განსხვავებით სამტრედიელი კახი არის თბილისის მერი თბილისის და ოღონდ რაც რაღაცნაირად თუ უყურებთ დამოკიდებულებებს ეს არის ხო არასწორი და მე რომ წერს შენ ძმაო რისი კომპეტენცია გაქვს ნანულ და აირჩია ყაველაშვილი ანუ პრეზიდენტად ქვეყნის პრეზიდენტად აირჩია და ირაკლი ყობახიძე გამოდის და ამბობს რომ აი მეც არ იმსახურებენ ანუ თვითონ დაიმსახურა ქვეყანას დაამსახურებინეს ყაველაშვილი და თურმე ნაცმოძრაობას უწუნებენ არჩევას და კარგით რა. ოღონდ საწყენია რომ ამას ვიღაცა ბაბლიდან ყვება, მაგრამ სხვათა შორის მაქედანაც გავედი. ხო აი ეს ხო არ მადარდებს ბაბლები, ან ინტერნეტ ბაბლები, Facebook ბაბლები მე დავაკვირდი რომ ეს ხალხი არის კატეგორია რომლებიც გარესამყაროს მოწყვეტილები არიან. მე ჩემი აზრია ეს. არა, ნახეთ როგორ არის. საერთოდ ერთ რუტინაში ყოფნა ერთი დღის, აი რატო იყო აუცილებელი რომ მე რაღაც პროცესებიდან გვერდზე გავსულიყავი და ეს აბსოლუტურად ჩემი საქმიდან გამომდინარე იყო, იმიტომ რომ რეგიონებში უნდა გველო, იმიტომ რომ იქ სხვა რეალობას იგებ. აი დილშენის ბავშვის სინდრომის მქონე ბავშვების თემას თუ არ ჩავთვლით, რომელსაც რეგიონებში თვითონ გვეუბნებოდნენ ბებო რას უშვებიან, ბავშვებს წამალს როგორ არაძლევენ და მანდ მივხვდი რომ ამ თემას დიდი მოდება ქონდა, იმიტომ რომ სადაც არ უნდა ჩავსულიყავით ამ თემაზე გვესაუბრებოდნენ. სოფლებში არიციან, რომ რუსთაველზე ჯერ კიდევ პროტესტი გრძელდება. ანუ ძალიან დიდი დისტანცია. იქ რო ჩადიხარ, გელაპარაკებიან ადგილობრივ პრობლემებზე. გურიაში ჩადიხარ, ჩაისკრეფაზე როგორ მიდის. ანუ ჩვენ ძალიან მოვწყდით დანარჩენ საქართველოს. და ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ მთლიანად ეს უმრავლესობის პლატფორმა რაც მაქვს, წავედით რეგიონებში. ეხლა მაგალითად, აქედან უნდა წავიდე რაჭაში. იმიტომ რომ დავდივართ გაშლილი ვართ რეგიონებში, რომ ამ ხალხის ატკივარი გავიგოთ. მე პირდაპირ გეტყვით, რომ ჩემთვის მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ბაბლად წოდებულ ჩვენს ნაწილს, პატივს ვცემ, მაგრამ ჩვენ ეხლა მათზე არ ვართ. გადავერთეთ. უფრო ჩაკეტილი ხალხია, სახლში ჩაკეტილი ადამიანები არიან. ანუ ჩვენ არ ვაკეთებთ მათ მოსაწონ ღონისძიებებს ახლა. ჩვენ გავედით სხვა ველზე, ჩვენ გვინდა რომ მოდება გქონდეს სხვა ხალხზე, რომლებსაც აქვს სხვა სატკივარი. არა მარტო უსამართლო სასამართლოს სახელი, არა. რომელსაც იქ აწუხებს ბავშვს რაღაცა იქ ფორმების პრობლემა იყო და ეს არ უნდათ. ანუ სხვა რეალობაა დღეს, აი მაგალითად ჯანდაცვის პრობლემა, ეხლა ცოტა ხნის წინ გოგო გარდაიცვალა და სოფელში უნდა ჩავიდე. ანუ სხვა პრობლემა აქვს საქართველოს, სხვა პრობლემები და შესაბამისად მთლიანად გადავერთეთ იმ პრობლემებზე. აი ამ რაღაცა ახალგაზრდა. მე ვიცი რომ გურიაში იყავი და ქალიც გეკითხებოდა, ანუ აი ეს კაცების გათხოვების თემას ამდენად აქვს სოფლებში. გურიას აგდებული აქვს. შენ ხო იცი რომ გურიაში მაგარი ჯერად ხალხთან რო კაცის გათხოვება შეიძლება. ანუ თან გურია ხო იცი რომ მეტად ქოცური დღისას იგია გურიაში რა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ქოც გურულსაც კი არ ჯერა, რომ შეიძლება მისი სიძე, რომელიც სამუშაოდ წავიდა პოლონეთში, ვინმე გაათხოვოს. ო ძალით. ძალით. არ ჯერა, ანუ ვერ მუშაობენ ამ ამბავზე და ამის ფონზე მე ვფიქრობ, რომ მაგნარატვისში განსაკუთრებით არ უნდა შევყვათ ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ იქვე მოგიყოლა, რომ ბებო, რა ის გათხოვებაო, თან გურული კილოკავით, ეს კილოკავი ხო ცალკე ფენომენია, რაც უფრო მაგიურს ხდება რეგიონს. და წარმოიდგინე გეუბნება, რომ ჩემი პრობლემაა, რომ მიგრაციაში მყავს ოჯახის ყველა წევრი, აგერო ჩაიში რო არ მეკრიფაო, შემოსავალი არ მექნებოდაო, ამაზე გელაპარაკებ, ანუ აღარ მუშაობს ქოცური პროპაგანდა და განსაკუთრებით მანდ არ უნდა შევყვათ რა. ხო, არის მანდ არ უნდა შევყვათ და ხო, ზოგადად ეხლა რადგანაც ჯერ არ გადაგიწყვეტია პარტიის თავმჯდომარეობაზე კენჭი იყარო, ხო? მე აქვე ვიტყვი რა, მნიშვნელოვანია ჩემთვის. მე პოლიტიკაში ისეთი თქვი რა, ცოტა სკანდალური რომ აი ახლა ვიტყვი ნახე. რაღაცა რომ აი ანონსიც რო ჩაჯდეს და აი ეს რაღაცა მოლოდინები. აი ახლა რა
რასაც ვიტყვი, ეს ჩემი გულწრფელი განცხადი, ამას იმედი წაიღებს. თუ შალვა მაინც. ხო. ანუ უნდა ვთქვა ის, რომ პოლიტიკაში ვიქნები თუ არ ვიქნები, ჩემთვის პრიორიტეტი ადამიანი არა თუ თავის სექსუალური არჩევანით და ორიენტაციით, არამედ არ ყოფილა პოლიტიკური არჩევანითაც კი. ამიტომ მე არ მოვუწონებ არც ერთ პოლიტიკოს იმ განცხადებას, რომ ჩვენ ვინმე უნდა დავჩაგროთ და განსაკუთრებით თემის წევრები. არავითარ შემთხვევაში მე მაგაში მონაწილეობას არ მივიღებ. რა თქმა უნდა, კი ბატონო, გეთანხმები, ზოგადად არავინ არ უნდა დაიჩაგროს. არაფრით, არანაირი არჩევანი არ უნდა დაიდგოს არსად არასდროს. ხო, იცი რა არის, არა მარტო ქართული ოცნებიდან, ოპოზიციის ფლანგიდანაც ძალიან დიდი უნდა წაგიკითხო რა. გეხვეწები ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა, ჩვენც არ არის ოპოზიციონერი, არ ვთვლი რომ ოპოზიციონერია. აი ხარ რა შეიძლება რომ ამ ხალხი ხედო სერიოზულად. ანუ ხალია. და მე იტყვიან რომ ეს ხალი არის პოლიტიკოსი და მე არა. ანუ ეხლა შეხედეთ პოლიტიკოსად წოდებული განათლებული ხალის სტატუსი. ნუ ჯერ ხო ერთხელ საღორეში გაზრდილი მეძახა ვერ მივხვდი ძეჩმა და მამაჩემ არა დაუშავა ჩემმა ძმამ, ჩემმა ძალმა, ჩემმა შვილებმა, ვერ მივხვდი, მაგრამ ამ 51 ზომა სუნიან კალოშ გონია. ესე იწყება. ანუ ეს კალი არის განათლებული და პოლიტიკოსი. და მე არა. 51 ანუ ფეხის ზომა იცია? ხო, 51. პრობლემა იყო წალტუბელი, მე რენანულა და ახლა ფეხის ზომას. ანუ ფეხი ანუ იმაზე დიდი გაქვს, ანუ მაგაზე გააკეთა, რომ ნუ ქალის სტანდარტი 39-40-ია. მისი სიმაღლიდან გამომდინარე, ალბათ ეგეც 40-ში ტრია არის, მაგრამ 41 მაინც სხვა რამეა, ხო ხტები ნუ ბალანსების ამბავში მინამიოკა რა. სუნიან კალოშა არის ეს არის პოლიტიკა. სასაცილო არ კი. მაგრამ ეხლა ხო გადაწყვეტილება არ მიგიღია ჯერ. არა ჯერ. ანუ მაგრამ ნუ რაღაცა ფიქრის პროცესია, მაგრამ რაღაცა შენი იყო რაღაცა ფორიაქია. სერიოზულად. ყველა ხელავს. რაღაცა პარტიაშიც მოძრაობაში რაღაცა ფორიაქი შეინიშნება. კი, აშკარად. მე ვერ ხვდები უბრალოდ მოწონთ, არ მოსწონთ შენი კანდიდატურა, ჯერ ოფიციალურად არავინ არაფერს არ აფიქსირებს. ზოგადად დაბნეულები არიან. ხო, დაბნეულები არიან, რა გააკეთონ არ ვიცი, მაგრამ რამდენად დიდი შრომა არ მომიწონონ და მივიდევაი. ხო, და მიხვიდე და ესეთ განს. არა, სინამდვილეში ხა ხუმრობის იქით უნდა თქვა, რომ ასე არ არის. შიდა განწყობები გაცილებით უფრო პოზიტიურია ვიდრე გარედან ჩამპოზიტიურია. სწორი დამოკიდებულებები აქვს ამ ადამიანებს. ნუ მიშა უყურებს ამ პროცესს ისე რომ რაღაცა მეოთხე სტადიის რაღაცა აი ბოლოს აი ეს როგორი რაღაცა იცი რომ მისთვის რაღაც არის ხელოვნურ სტუნთქაზე გადაყვანილი უკვე. ხო. და მას აქვს რაღაც არის დადროფა, როგორც ჯენზი იტყო და შეშლილი იდეა, რომ თუ შეიძლება ამის გადარჩენა შეიძლება მხოლოდ რაღაცა გიჟური შეშლილი იდეით. ანუ აქამდე რაც იყო აპრობირებული ნასწავლი, ნაცადი, ეს ამან არაფერმა გაამართლა. და მოდი იქნებ რაღაცა ისეთი შეშლილი გავაკეთოთ, რომ ამან ეს ყველაფერი ამოაგდოს. მოდი შევთანხმდეთ, რომ მიშას ამ თუნდაც დასახებულო კანდიდატმა დღის წესრიგი შექმნა ისე, რომ ერთი კვირა მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას საუბრობს, გლეხი, თავადი, მაღალჩინოსანი, დაბალჩინოსანი ყველა იმედმას დღის წესრიგი შეუდგინა, ოპოზიციას დღის წესრიგი შეუდგინა. ნაციონალურ მოძრაობა გახდა ტოპ თემა, მიუხედავად იმისა, რომ სოფლიო ჩემპიონატია, გავიგეთ რომ ჯერ იქ არ ვართ მისული, მაგრამ მაინც სოფლიო ჩემპიონატია. მესიზე და ნანუკაზე ლაპარაკობენ. მესი მომ 3 თუ 5 გოლი გაიტანა და ნანუკარო ნაციონალური მოძრაობის პარტიის თავმჯდომარეობას შეიძლება იკავოს. ამიტომ დღის წესრიგი მიშამ სწორად შექმნა, სწორი განლაგება გააკეთა, ანუ ფაქტია რომ ამან იმუშავა რაც მიშამ გააკეთა. ეს რაღაცნაირი ვითარება, სადაც აბსოლუტურად სხვა იყო თემა ეს ამბავია. მეორეა რომ მიწისძვრა მოხდა ალიანსშიც. იმიტომ ალიანსი. ხო, აქეთ საერთო ალიანსშიც მიწისძვრა მოხდა, იმიტომ რომ ეს თემა დაიძრა და დღეს უკვე ყველა საუბრობს იმაზე, რომ შეიძლება ნუ ნანუკა ნაჯახით ლაპარაკობს, მაგრამ გასვლაზე ამბობს, ხო, ოპოზიციურ ალიანსში. ხო, შეიძლება დამიწუნეს ეს ტონი და რაღაცები, რაც ოკეია, კაცო, შეიძლება დამიწუნო და გამაკრიტიკო, ვინც არ უნდა იყოს, სულ ჩემი თანაგუნდელი იყო. ეგ საქართველოს მინდა მე, რომ ჩვენ ერთმანეთს უნდა ვაკრიტიკოთ. და ერთმანეთს შენიშვნა უნდა მივცეთ, ხო, აბა ეხა ის საქართველოს, სადაც შენიშვნას არ აძლევდა, ყველა ერთნაირად ფიქრობს, კი აქ აგერ ბიზნია ივანიშვილი და მაშინ ნუ ვებრძვით და ჩემთვის ძალიან მისაღებია, თუ ვირმე არ მეთანხმება და ამბობს, მე ვიღებ ყველაფერს, ყველაფერს. გასვლა იმიტომ ვიქრობ, რომ მაინც არასწორად, ანუ წარმოუდგენელია, ნახე როგორი მარტივი ამბავია, ანუ ჩვენ მივდივართ სადღაც სუფრაზე. უნდა მოვილხინოთ, უნდა რაღაცა სწორი ურთიერთობები ვმართოთ. ეს სუფრა ხო რაღაცა დიდი ფილოსოფიაა რა, მარტო ის არ არის, რომ შიქაბი უჭახუნოთ. მივედით კარგი საქმისთვის და გინება დამიწყე რა 2 დღეში რა, მაგინებ გაუთავებლად. რამდენი ხანი გაჩერდები სუფრაზე, სადაც გაუთავებლად გაგინებენ.
რა ვიცი, მაგრამ მგონი ალბათ მალევე წამოვა. ხო, წამოხვალ ხა. თუ მუშტიკრიფს არ გამართავდა, არ გალახავდა, თუ ძალადობის აღდგები და წამოხვალ და ეწყვი რომ არ მინდა შენთან ერთად ამ სუფრასთან ჯდომა, იმიტომ რომ მაგინებ 24 საათი დღის წესრიგს ქმნი და ნარატივს ქმნი რომ მე ვარ ცუდი, ანუ მიშას გინებით იქმნება, ანუ ალიანსი არსებობს იმიტომ რომ მიშას აგინებ. ანუ მიზეზი რა არის მიშას გინების, ანუ ხელს გვიშლის მუშაობაში თუ ანუ რა აი ჩემი აზრით მიშა სააკაშვილი მაგალიანსიდან გამოვიდა მიუხედავად იმისა რომ მაგალიაში ხო იყო მომხრე მიშა მიშას იყო მე როგორც ვიცი შიგნით თინაც კი არ იყო მაგის მომხრე და ბევრი არ იყო მაგის მომხრე მაგრამ მიშა ფიქრობდა და მე ვფიქრობ რომ სწორი პროგნოზი ქონდა რომ ჩვენ დაგვაბრალებენ რომ ჩავშალეთ რამე რომ არ გამოვიდეს დაგვაბრალებენ რომ ჩვენ ვიყავით დამნაშავეები ამიტომ მოდი შევიდეთ საერთო ალიანსში სადაც ყველა მიუხედავად იმისა რომ ალიანსში რა ვიცი ორი მოთამაშე 9-იანი და 25-იანი არ იყო მაგრამ 25-იანი საერთოდ სად არის არ ვიცი ბერლინში არის. ბერლინში გადავიდა პარტია. ხო, ბერლინში გადავიდა. მიუხედავად ამისა, ნუ კაი, მაინც შევიდა, იმიტომ რომ სწორი გადაწყვეტილება იყო, აი სად არის პოლიტიკური გადაწყვეტილება სწორი. მაგრამ ამის შემდეგ, ჯერ კიდევ 26 მაისამდე მიშა, ანუ მიშა იყო, მაგრამ 26 მაისამდე იქიდან გამოსვლა არ იყო სწორი, იმიტომ რომ 26 მაისი უნდა ყოფილიყო ეს საერთო ამბავი და ხელი არაფერს არ უნდა შეშლოდა. და 26 მაისის მერე დადგა დრო რომ დარტიამ თქვას რომ აღარ გვინდა თქვენთან რა, იმიტომ რომ რავი, გვაგინებთ თავარ ლიდერს გვიგინებთ, სუსის აგენტებს ეძახით დაკავებულ ადამიანებს, რომლებმაც მართლა შესწირეს თავისუფლება მთელა იმ ამბავს, 4 ოქტომბრის ამბავს, ერთადერთი მოწმეა ბაჩუახალაია საქმეში და აბსოლუტურად სხვა მიმართულებას აზრს, მოკლედ პოლიტიკურ გადაცემად ახლა ვერ გადაგიკეთებ და მოკლედ დასატოვებელია გალიანსი რა. იცი რა, ხო. მოკლედ თქვა რა. ხო, ნუ არ ვიცი, პოლიტიკურ თოქ-შოუს ვარ დაგამგვანა. კი ბატონო, არა ხო. ნუ პრობლემები იცი რა არის მე ვამბობ რომ ცოტა ისეთი კითხვა რომ ანუ რადგან პარტია ცოტა ისეთია ეს ხო არ არის ისეთი პარტია რომ მხოლოდ ერთი ადამიანის აზრია იქ მთავარი და ნაციონალიზმი რომ მაგით გამოირჩევა რომ ანუ ბევრი ლიდერი ყავდა ყველას თავისი ზოგი მიშას არ ეთანხმებოდა ზოგი იმას არ ეთანხმებოდა ზოგი ისა და ხო და ის ხო არის რომ აი მაგალითად ბევრ ფრონტზე მოგიწიოს მე ბრძოლა მიხვდი პარტიაშიც მოგიწიოს ბრძოლა გარეთ ოპოზიციაში სალკე ოცნებას სალკე იმას სალკე ანუ მაგდენის თავი გაქვთ ხო? ანუ მე ბევრი ამის ენერგია მაქვს და თავი, მაგრამ ჩემია მაგ ენერგიის გადანაწილება. აი როგორ და გადაანაწილოს ბრძოლის მეთოდი. აი მე არ შემიძლია ბრძოლები, არ გამორიცხული ამბავია, ხა იქ ვიღაცას ვებრძოლო ხელში გადაუწევ, გადმოწევ. გამორიცხული ამბავია, მაგრამ შემიძლია რომ ის საქმე უფრო ეფექტურად ვაკეთო სხვა ფრონტზე. აი ამაზე ვფიქრობ ახლა მე. ხო, ანუ სხვა ფრონტზე და სხვა ფრონტი გაიხსნას. კაი. ხო, ნუ კიდე ერთი თემა იყო, რომ შენ ახლა მაგალითად უკვე ნაცი ხარიც ხარ, ხო? ნაცი ხარი, ხო. ძალიან კაი დღეები იყო. ნაცი ხარი და პატიმარი ხარ, ნაცი ხარი ხარ, არ ვიცი ხა პარტიაში რა თქმა უნდა მიგიღო ნაცი ხარი ხალი რატო? აი ნუ იქ არა ნაცი ხარი ადამიანი არ არსებობს. არა ამ ქვეყანაში ნაცი ხარი არ ხარ და პოლიტიკურ აქტივობაში ხარ, გამორიცხულეს ასე თქვა. ძალიან კაი იყო, ვანო, ძალიან კაი. რამდენი დღე იჯექი? 3 დღე იჯექი. ხო, ძალიან კაი ხალხი მუშაობს. უკარგესები, უსაყვარლესები ვითხოვდი რომ გადამიყვანეთ სხვა საკანში თქო მომეწყინა აქ თქო. რატო? ხო და არა თქო რომ განსაკუთრებით რისკის პატიმარი ხართო და ვერსად ვერ გადაგიწევ იმ პატიმარს. მე მეუბნებოდი რომ მომეწყინა თქო ამ საკანში თქო სამარტო საკანში თქო და საყვარელი იდგა და ჭორაობდით ვანო ყველაფერს განვიხილავდით. ანუ უსაყვარლესი ხალხია, ხალხო ყველა მახსოვ ხარ და ძალიან საყვარლები ხარ. ანუ 3 დღე ჩვეულებრივად ძალიან კარგი იყო. დაისვენე რეალურად. ეხლა ამას ამოიღებს პროპაგანდა და იტყვის ხედავთ ჩვენ როგორ რეალობას ვქნით. მე კიდე მგონია რომ ინდივიდუალური ადამიანები იმიტომ რომ ეხლა გეტყვი რატო. აი მაგალითად დიღმის იზოლატორში მოხვედრა არავის არ უყვარს. ამბობენ რომ იქ ძალიან რთული ვითარებაა და დამოკიდებულებები. მცხეთაში მოხვედრა ყველას უყვარს. ანუ რამდენად მნიშვნელოვანია ის კი არა რომ რაღაცა ყველა სისტემის ნაწილი რო არ არის, ეს არის ნათელი მაგალითი რა, ადამიანი არის ყველგან ადამიანი. ის გუშინაც იქ მუშაობდა და ხვალაც იქ იმუშავებს და მისთვის არაფერი არ იცვლება რა. შესაბამისად მოკლედ მინდა და იმ პატრულის თანამშრომლებზეც აქაც მინდა რომ თქვა რომ არაჩვეულებრივი პატრულის ეკიპაჟი შემხვდა, ლამაზები, საყვარლები, კარგები და ძალიან ანუ რო გრძნობ, რო რა გაეკეთებინათ არ იცოდნენ რომ თავი მეგრძნო კომფორტულად. ეს იმას ნიშნავს რომ თლათ შესდაპატიმრებას არ ეთანხმებიან მაგრამ არა და ხო აი არიციან რა გაგიკეთონ რა აი თათია მიყვებოდა მექვაბიშვილი რომელიც მოხვდა კახეთში ისეთი ხალხი შემხვდაო რომ არიცი რა სიყვარული ყვებოდა ხა სხვა ადგილებში მაგას იგი ყველგან არ ყვებიან მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ადამიანი არ აქვს მნიშვნელობა რომელ ფრონტს წარმოადგენს რა ყველგან შეიძლება რომ ადამიანი იყოს ხო ეს ტატუებზე ეს იყო შოკი თურმე ციხეში არ შეიძლება ტატუები და ამის აღწერა იყო დეტალური 3 სპილო ხო ხალი თავზე აქვს ყვავილები 3 ლიმონი
რაღაცა ახალგაზრდა ბავშვი თუ ვიღაცა თვითმფრინავზე ზის. შოკში ჩავარდი, იცეთი დეტალური აღწერა იყო, თურმე არ შეიძლება იქ და მე ეთყობა ახალი ტატუთი რო არ გამოსულიყავი ყველა. ზედმეტი რო არ იქ რო არ შეიძლება და აი ესეთი ხო, რაღაცა ესეთი ციხეში რო იკეთებენ ხოლმე. ხო, რო ეთყობა ის რო არ დაგემატოს, მე აღწერენ ყველას რითი შედიხარა. ნანუკა, ესე იგი, მინდა წარმატებები გისურვო. ძალიან დიდი მადლობა ვანო, ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ შენი ყველაფერში. ერთადერთი მე იმედი მაქვს, რომ შენი გადაცემას რამე ისეთი არ ექნება, რომ პარალელურად შეძლებ ამ ყველაფრის გაკეთებას. გადაცემა სანამ იმის რესურსი აქვს, რომ თუნდაც თვეში ერთხელ ერთ ადამიანს სიცოცხლე აჩუქოს ყოველთვის. ძალიან დიდი მადლობა, მე ყოველთვის გრძნობ ჩემი კოლეგების და შენი, ჩემი როგორც მეგობრის მხარდაჭერას და ეს არის მნიშვნელოვანი და ამას ვაფასებ. ხო, მადლობა ძალიან დიდი. წარმატებები მინდა გისურვო, ძვირფასო ტელემაყურებლობა, ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ნანუკა ჟორჟოლიანი. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. პინექსი 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს.